ერთ-ერთი წრიული იყოს ეს. ბევრნაირი წრიული გვაქვს, როგორც გითხარი, ხო? ნახე. პირველ რიგში უნდა გათვალო ესეთი რაღაც. როდესაც წრიულია და არანაირი მონახაზი არ აქვს. დავიწყოთ მაგით. უბრალოდ წრიული მოძრაობა არის. ჩათვალე რომ წრეზე მოძრავი ავტომობილი არის ყოველთვის უპირატესი, ხოლო წრეში შემავალი ავტომობილი გზას უთმობს, ანუ წრეში ვინ შედის მეორე ხარისხოვან გზაზე არის. თუმცა არის სიტუაციები, როდესაც შუა წრეში არის ჩახაზული სამკუთხედები. აი გამოსასვლელებში არის ხანდახან ჩახაზული ხან შუა წრეში. მაგ შემთხვევაში კი ბატონო, შიგნით მოძრავი მანქანა თმობს გზას. მაგრამ ეგ არის ძალიან იშვიათობა და ეგეთ იშვიათობასაც განახებ ფეიქრებზე. პატარა წრიული არის, რომ მიხვდე მიახლოებით რა. კარგი. ეხლა ამ წრიულს რაც შეეხება სამკუთხედები აქვს დახაზული შესასვლელებთან. გზას ვინ თმობს? შესასვლელებთან? ხო. წრიულიდან ვით გამოდის მაგას უთხოვნა გზას. არა. წრიულზე მოძრავი არის უპირატესი, ხოლო შესვლას ვინც აპირებს, იმ ადამიანს უწევს გზის დათმობა. ხო არის ეგრე? ანუ აქედან შენ გინდ მარჯვნივ მიდიოდე, გინდ პირდაპირ იქით გზაზე ადიოდე, გინდ იქიდან მოდიოდე და აქეთ მოდიოდე. სანამ წრეში შემოხვალ, აუცილებლად გზას დაუთმობ იმას, ვინც წრეზე მოძრაობს. მიხვდე? კითხება. კარგი. შუა წრიულში მანქანის გაჩერება არ შეგვიძლია. გარდა ავარიული სიტუაციისა რა. ანუ მანქანა მოფრინავს ეხლა და ფიზიკურად სხვა გზა არა გვაქვს, ანუ ავარიაში ხარ მოვყვები თან რაღაც მაგალითად. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესი ხარ, როდესაც წრეში ხარ, ანუ ეხლა აქ წრეშიო შეხვიდე სურო წრეზე იარო, იმათმა გზა უნდა დაგითმო. ეგ არის პრინციპი. ეხლა ნახე ერთ ბილეთში იყო ეგეთი რაღაც რა, წრეულზე მოძრავი მანქანა იყო და აქედან შედიოდა ესეთი მანქანა, რომლის გასაც ჰქონდა იმისი თის უპირატესობის ნიშანი. თავარ გზაზე რომ ხო. და წრიულზე მოძრავს ჰქონდა ნიშანი გზის დათმობის ვალდებულების. ხო, ეგეც წრიულსაც გაჩვენებთ, მაგას გეუბნები, მაგრამ ეგ იშვიათია. ეს არ ქონდა. ხო, ნიშანი იქნება, ან დახაზული, შიგნით იქნება, ჩახაზული. ნახე სიტუაცია არის როგორ, იცი? ეგ წრიული, სადაც წრიულზე მოძრავ ავტომობილს გზის დათმობა უწევს, არის ძალიან იშვიათი. და ეგეთი წრიული, ანუ ეგ მომენტი არის კონკრეტულად მაშინ, როდესაც წრეზე შემავლისთვის ხილვადი არ არის, რა ხდება წრიულზე. მიხვდი? ანუ აქედან რომ მიდიოდე ეხლა და წრეზე რა ხდება რო არ ჩანდეს. მარტო მაგ შემთხვევაში არის ხოლმე იქ წრიულს უწევს ხოლმე რა დათმობა. და ეგეთ გზასაც გაჩვენე. მაგრამ აქ კონკრეტულად არის სიტუაცია, როდესაც წრიულზე როცა მიდიხარ, აუცილებლად, აი ყველა ვარიანტში გზა უნდა დაუთმო მოძრავს შიგნით და მერე უნდა გაიარო რა. მოდი ეხლა გავაკეთოთ ესეთი რაღაც. პირველ რიგში გავაკეთოთ მარჯვნივ მოხვევა გავაკეთოთ წრიულზე. დაადგი ტორმოსფეხი. მერე იქ მარჯვნივ ხო ახვალ მოვიტრიალებთ მანქანას და მარცხნივ მოხვევა გავაკეთოთ. მერე იქ კიდე მოვიტრიალებთ და იქით წასვლა გავაკეთოთ რა. მიხვდი? წრიული დავამუშავოთ კარგად. გაიხედე სარკეში ჯერ. ჩართე მარჯვნივ მოხვევის მაშუქი. შენეული. გაიხედე იქით, შორს არის ეგ მანქანა, ანუ შენი გზა არის. აი ეგ. შენეული. ჩართე ხა მარცხნივ პავაროტნიკი. და ეგ მოვიტრიალოთ მანქანა წინ. გაზი. აჰა. აი ეგ მოვიტრიალოთ მანქანა. შენელე. კიდე მიდი წინ, კიდე. აი ეგ მოატრიალა. ბოლომდე არ გააჩერო მანქანა. აი ეგ. შენელე. კარგი. ეხლა წრიულზე მინდა რომ მარცხნივ წახვიდე. ჩართე მარცხნივ მოხვევის მაშუქი. შენელე მანქანა. ზოლში მარცხენაში იდექი. მიდი. მიაჭირე გაზ ფეხი, აქეთ არც ერთი არ მოდის, ხო? შეყევი გზას, გაზი. მოუხვიე მარცხნივ და ჩართე მარჯვნივ პავაროტნიკი, იმიტომ რომ მარჯვნივ გაქვს გასასვლელი, მარჯვნივ. და მარჯვენა ზოლით უნდა გამოხვიდე თან რა. კარგი. წინ ისევ მოიტრიალე და გავაკეთოთ ახლა პირდაპირ წასვლა. არა, მარცხენა ზოლში დადექი. აქ დაპაუზება. შენელდი და გავაკეთოთ წრიულზე პირდაპირ გასვლა. ვის უთმობ გზას? წრიულზე მოძრავი. შენელ. დაიძარ. მაინც გაიხედე მარჯვნივ, იქით მიდიხარ, ჩართე მარჯვნივ პავაროტნიკი და გაიყვანე წრიულიდან. აი ეგ, მეტი გაზი. აი მას. ეხა ის მანქანა გაატარე სარკეში რო არის, ცოტა შეანელე შენ. ჩართე მარცხნივ პავაროტნიკი და მარცხენა ზოლი დაიკავა მარ. მიდი. ეხლა გავაკეთოთ წრიულზე მარცხნივ წასვლა. წადი, გზას მიყევი, მარცხნივ საითაა მანახე. სად არის მარცხენა გზა? აქეთ თუ იქით? შენელდი. გზის დათმობის ვალდებულება გაქვს, გაიხედე მარცხნივ.
აჰა, გააგრძელე გზა. იქიდან მომავალი უკვე გზას დაგითმოს. მოუხვიე. ჩართე მარჯვნივ პავაროტნიკი და გამოიყვანე მარჯვნივ მანქანა. აი ეგ. გაზი. всё. ეხლა გაატარე ის მანქანა, ჩართე მარცხნივ პავაროტნიკი, მოიტრიალე ის. მარცხენა ზოლი, ხო, მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ, ჩართე. ეგრე. შენელდი. გამოატარე ის მანქანა უკვე წრიულშია შემოსული. დაძარი. აი ეგ. გაიხედები მაინც მარჯვნივ. ჩართე მარჯვნივ პავაროტნიკი, გაიყვანე მარჯვნივ ზოლში. აი ეგრე. ვა, რა მაგარი ხარ, ჩემი კაი. ეხლა გამიკეთებ მობრუნებას იქიდან რო წამოვალთ, რა? წავედით. აქეთ წამოხვალ. ანუ ორჯერ მოუხვიე გითხრა რა, ჩათვალე. წრიულზე მობრუნებას ვაკეთებთ. ქარის გუგუნი შეიძლება გესმოდეთ აქ ვიდეოში, მაგრამ არ გვაინტერესებს. შეანელე სიჩქარე. იმას გზას უთმობ. იქიდან მეტი არაფერი მოდის, დაძარი. შეინელე სვლა. მოუხვიე. მიდი, შეანელე ცოტა, გაზი, მარჯვნივ პავაროტნიკი და გაიყვანე მარჯვნივ მანქანა. აი ეგ. და გასწორდი. აი მას. კაცი. კაი გოგო ხარ. ბიჭო, რანაირად შეიძლება იმენა შენაირი მძღოლი წრიულს ვერ ამოღამებდეს. შენელდი. რომელ ზოლში უნდა გადახვიდე იმისთვის რომ მარჯვნივ იყო? საით უნდა გაიხედო? გადაინაცვლე ზოლში. გასწორდი. ჩართე კიდევ მარჯვნივ მოხვევის მაშუქი. გაიხედე შორს არის, ხო? მარჯვენა ზოლი. ნუ ჩახტები ორმოში, გაასწორე საჭა. აი ეგ. აი ეგრე რა. არა, მობრუნება არ მინდა. წავიდეთ პირდაპირ უკვე. გაანებე თავი. ოკეი. მეტი ვიდეო იქნება, მე შევკრავ CapCut-ით. კი არა და შევკრავ CapCut-ით. აქ ვინმე რამე არის ფიქროს. სარკეში იხურე რა. სარკე არის შენი მტერი იმენა თითქოს ისე იქცევი. ზოლი. აჰა, let's go. შუა ზოლში გადასვლა გამიკეთე წესების დაცვით. შენიერი. ხეითებს ხედავ? წავედით. შვიდისლა. წინ შუქნიშანზე წითელსაც ხედავ. აი, როგორი ყოჩაღი მოსწავლე ხარ? აი, ახლა გამოჩნდება. წინ შუქნიშანზე მინდა რომ მარჯვნივ წავიდეთ. გაქვს დაახლოებით 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიეთ მარჯვნივ მითითება, წადი. გაზი. არა, ჯერ ატორთავ. 500 მეტრში უნდა საათ. გაზი. გათიში პავაროტნიკი. მითხარი მარჯვენა ზოლში რას ხედავ აქ? გაანებე მაგას თავი. მარჯვენა ზოლში რას ხედავ, ეგ მითხარი, გას მიაჭირე ფეხი. ჯერ ვერაფერი. მარჯვენა ზოლში რას ხედავ, ნახე, მანქანებს, ხო, ჯერ ხო ვერ გადახვალ. ანუ პავაროტნიკის ჩართვას ფიზიკურად აზრი არა აქვს რა. ჩართე ხა უყურე პავაროტნიკი. დააკვირდი. არ გადახვიდე ჯერ. ჩართე პავაროტნიკი. მარჯვენა. და ეხა შემოდი ზოლში. როცა სრულყოფილად შეძლებ შემოსვლას, მაშინ. აი ეგ შეანელე. გათიში პავაროტნიკი. იქით წინ რატო აწვევი, ეგ მითხარი ოღონდ. იქით აწვევი ხოლმე თან. ჩართე მარჯვნივ მოხვევის მაშუქი ისე. აი ეგ. მედი იმოძრავა. შეანელე თან, მოუხვე მარჯვნივ, აი ესეთი მანქანა შეგხვდება გამოცდაზე, ნახე. აი. მოწესდებია? ხო. ეგ მოედანზე. და ქალაქში ეგეთი. არაფერი, ვაფშე გეტყვი მაგერეს ყოველთვის. ცოტა ხანი გავაგრძელოთ გადაღება. ჭხილები გვანახე, ჭხილები. აჰა, всё, წენეყო. მიდი. ეხა ნახე, წინ ასახვევი გაქვს, სიჩქარის დაგდება დაიწყე. შეანელე ცოტა. ხედავ რომ მანქანები გაჩერებულები არიან, საცობია დიდი ალბათობით, ხო? აი ეგ. მოიცა დავიბოხო ხმა. საცობია დიდი ალბათობით, ხო? კარგი. დაიცავი დისტანცია და ის. კარგი.
წინ მარჯვენა ზოლი გვაწყობს, თუმცა იცოდე რომ ორივე ზოლი მარჯვნივ გადის ისედაც რა. თუ ესეთ სიტუაციაში სადაც ორივე ზოლს მარჯვნივ უწევს წასვლა, მარცხენა ზოლში დგახარ, იცოდე რომ მარჯვნივ გზა არ უნდა მოუჭრა რა, იმ ზოლით უნდა შემოხვიდე, იმიტომ რომ ეს ზოლიც მოდის მარჯვნივ რა და შენ ზოლში უნდა დარჩი. რა მარშრუტებზე დადიხარო რომ მეკითხებიან? დაძარ. რა მარშრუტებზე დადიხარო რომ მეკითხებიან? არა უშავს, ნული ემპათია. რა მარშრუტებზე დადიხარო რომ მეკითხებიან? ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, რას გულისხმობ, იცი? ამ სად დაგყავს? მარტოკლდანში დაგყავს მანქანით ბავშვები? მარტოკლდანში, რა ვიცი მე, რანაირად უნდა დავყო მარტოკლდანში. არ არის ხოლმე მოკლედ ეგრე, მარტოკლდანში არ დაგყავს. მარტო მევჩანო რა. რა ლამაზი თვალები გაქვს. просто მოწყენილი თვალები მაქვს, ხო? აფერისტი? გაძარი? არ მოედო ბორდიულს, იმოძრავე, მოუხვიე, კარგად მოუხვიე, ზოლში შემოდი. აი გოგო ხარ, აი ეგ. ბელიაშვილი თუ აღმაშენებლის ხეივანი, შენ თაირჩი. ბელიაშვილი ჯობია. კარგი. მალე გთხოვთ მოუხვიეთ მარჯვნივ, გვაქვს ჩათვალე. სარკეები ამოწმე. ყურადღებით იყავი. ორი ზოლი გაიჩიტება ამ ერთი ზოლიდან ეგრევე. და ყურადღებით იყავი. ჯერ მარჯვენაში უნდა მოხდე აუცილებლად თან. მარჯვენაში ჯერ, აი მასე. და ეხა გადაინაცვლე მარცხენაში, იმიტომ რომ მარჯვნივ ცოტა ისეთ განან მანქანები, ხო, რაღაც აი ვიწროდ არის, ხო, გზა შევიწროებული. აი ეგ. ანუ არა საპარკინგო ზოლში დგანან დიდი ალბათობით მანქანები, ან შეიძლება საპარკინგო ზოლია, მაგრამ ვიწროდ არის თვითონ სამოძრაო ზოლი. შეანელე. აი ეგ. კაროჩე აქვე ჩავიწერ რა. მე მგონია რომ პირველივე ცდაზე აიღებ მართვის მოწოდას. კადრში არ ჩანხარ. მერე გამოაჩინე ის მართვის მოწოდა. ნახოთ. როგორი ინტუიცია მაქვს ნახოთ. დაწერეთ როგორი ინტუიცია გაქვთ თქვენ. ხო. კარგი, აქ მარცხენა ზოლი ფიზიკურად არ გვაწყობს. სარკე. გათიშე. აი ეგ. ნუ უყურებ იმ მანქანას, რომელიც ტრაკზე გაზის. შეინელე. დაჟე შეგიძლია მაგრად წაუტორმოზო და თუ დაზღვეული ყავს 6600 ლარს. ხოიც ავარიაში რომ მოყევი მოსწავლე რას მეუნებოდა, მაგრამ მოსწავლე იჯდა ისე დამეჯახნენ და მოვინათლე? მოიცა, ანუ მოვინათლე, მეთქი რა მოვინათლეს, მამ მთელი თვე გაჩერებული უნდა მყავდეს მანქანა. შეანელე. აუშტორმოს. აი ეგ. თავიდანვე უნდა შეანელო ხოლმე მაგ დროს. ნუ თუმცა ის უკან ყოფი ცოტა იმსახურებს. ტრაკზე რო გვაზის, მაგიტო ეგეთ გაჩერებას, მაგრამ მაინც. კარგი, იმედი მაქვს აღარ გაგვეთიშება, ქვეითა გადასასვლელი შეანელე. აუცილებლად. გაატარებ. და წახვა. მარჯვნივ ზოლში არ შეხვიდე, უწყვეტ ზოლს არ შეეხო, ისე გაყევი მარცხენა ზოლს. აი ეგ. მარჯვენა ზოლში გადასვლას აზრი არ აქვს, როცა სრულყოფილად არ შეგვიძლია მოძრაობა, ხო არის ეგრე? და რა ვიცი, მოსწავლეებმა და ყველამ დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის შეანელე. და გაატარე. აი ეგ. და წათი. ბარდიულიდან ბარდიულამდე ატარებ აუცილებლად რა. ჩვენ კი გავივლით ხოლმე ისე რომ აქედან როცა არის ზოლს რო გაცდება, რომ შეფერხება არ შეგქნათ, მაგრამ აუცილებლად ბარდიულიდან ბარდიულამდე. ხო, ვისაც ქვეითების კარგად შესწავლა უნდა, არ ვიცი, ჩემთან მოვლენ თუ ვისთან მივლენ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. კლდანი მუხიანის ტერიტორია აუცილებლად რა, გაზი პირდაპირ. მედი არ შეიქმნა, არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდე რა. რა მაგარ დისკებზეა ის მანქანა, ოჭო. მარცხენა ზოლში დარჩი. წინ წვანეს ხო ხედავ? მან როცა ქვეითები გადადიან, მხოლოდ ზოლიდან ზოლში ატარებ რა. გაზი.
ზოლიდან ზოლში რას ნიშნავს, იცი? ანუ აქ დასაწყისიდან ზოლის დასასრულამდე და გაიაროს უნდა. შეანელე, არ მოდიოდეს ვინმე აქ ქვეითზე, ავტობუსი მალავს. აუში ტორმოს ახლა არ გააჩერო. აი ეგ. ანუ ისა იღბალა ხარ, გამოსტაზეც ეგრე უნდა შეხვდეს ცოტა ქვეითი და ეგაა რა. აუში ტორმოს ფეხი რატო ჩერდება? ეს გზის დათმობა გამოგივიდა აი ამ მანქანისთვის და კი. შეანელე, არ გადაკრარული ისე, გააგზელე გზა. კი. ერთხელაც მოვკრუგოთ და ერთხელაც წავიდეთ. იმოძრავე, ნელა, მარჯვნივ პავაროტნიკი. შეანელე. შემოყევი ზოლს, მოუხვიე. გაასწორე საჭე. გასმიაკირე ფეხი. ჩართე მარცხნივ პავაროტნიკი, სანამ კაი, გაატარე ავტობუსი, შეანელე მაშინ. დად, გას. გადადი ზოლში სრულყოფილად. ქვეითა გადასასვლელზე დააკვირდე ვინმე არ მოდიოდეს. აი ეგ. გაყევი ზოლს. აი მას. აუ, ვიღაცა რე. მოკლედ, ვიდეოს გადაღების დროს 35000 ჯერ დამირეკეს რა. და არ არის ისეთი სრულყოფილი ვიდეო შეანელე. შენ, ანუ ხო არ მისწავლებია მე რო გვერდია უარე მანქანას რომელიც გამოდის თქო. ან რაღაცა ის. დაელოდე შეანელე, გაიაროს და მერე წად. ნახე უყურე შენიშნო მომოცემი იმაში, ზოლში იდექი. ხო და სრულყოფილად არ არის ვიდეო, მაგრამ რაღაცეები რა ვიცი, იმედი მაქვს გამოგადგებოთ რა. გამოიწერეთ არხი, რაღაცა ჩალაიქით და კომენტარით. რამე მითხარით, რაზე გადავიღო მარჯვნივ. ნუ წრეული ასე თუ ისე თლაც სრულყოფილად თუ არა, ცოტათი რაღაცნაირად ავხსენი. ისე რომ გამოცდას შევაბარებთ, მან სრულის ცოდნით. დავით.